მოგესალმებით დადგა 4 შაბათი საღამოს ვის ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასილია და მინდა აუცილებლად განსაკუთრებით მოვიკითხო ის ადამიანები ვინც ხართ პატიმრობას შეშინა ის ადამიანები ვინც უცხოეთში ხართ და წვალობთ ჩვენი ქვეყნისათვის თქვენი ოჯახებისათვის ყველა სიკეთე და სიხარული მინდა გისურვოთ და ძალიან ბევრი ადამიანი ხართ განსაცდელში და ხვალინდელი დღე გქონოდეთ ისეთი რომ აი ეს განსაცდელს რაღაცა ბოლო მოღებოდეს თუმცა ჩვენ ცხოვრებაში ვერ გავურბივართ ამ განსაცდელებს და რატომ ხდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში რა არის სანანებელი რას ვინანებთ საერთოდ ჩვენ ცხოვრებაში რას არ ვინანებთ ხო ამასთან დაკავშირებით ჩვენი ცხოვრების მანძილზე და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ შემდეგ კიდე არ ვინანოთ ამასთან დაკავშირებით მოვიყვანეთ სტუმრად ჩვენთვის ძალიან საყვარელი და ყველაზე ისეთი სტუმარი რომელსაც ბევრ კითხვებს უმზადებ ხოლმე რომ რაღაცნაირად ესე დაუსვა ხოლმე იმიტომ რომ ბევრი ხალხი მწერს ხოლმე ამასთან დაკავშირებით მამა დავით ციცქიშვილი და დაგულოცეთ მამაო თუ შეიძლება მამაო რაზე უნდა გამახვილოს ადამიანმა ყურადღება რა ტკივილებზე რა უნდა ვიღოთ ყურად და რა ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში რის გამო როცა აი ესეთი განსაცდელებია ხოლმე რატომ არის დაშვებული ეს ტკივილები ადამიანზე მერცმა დაგულოცოთ მადლობთ მოწვევისთვის მადლობა თქვენ ამ სამყაროს მოწყობის სცენარი ჩვენ არ დაგვიწერია და რაღაცა კუთხით შეიძლება ყველა ადამიანს აქვს ის შეგრძნება რომ ცხოვრება ერთი დიდი ტკივილია ვარყოფითი ამ ცოდულ დედამიწაზე გაცილებით ჭარბობს დადებით ვიქტორ ფრანკლი იყო ესეც ცნობილი ფსიქოლოგი ამბობდა რომ კაციო დღის განმავლობაშიო გაცილებით მეტ უარყოფით განცდას განიცდისო ვიდრე დადებით და სიტყვებს მე ძალიან ხშირად ვიმეორებ წმინდა წერილი გეუბნება რომ ეს სოფელი ბოროცაზე დგას სასტიკია ეს ყოფა და რო გიწევს ერულ ცხოვრებასთან შეხება სულ უფრო და უფრო ხდები და გრძნობ ამას სტამბოლის აეროპორტში ბევრია ნამყოფი და დიდი ძალიან და სხვადასხვა ერის წარმომადგენლები მიდიან მოდიან ირევა ხალხი ხო და როგორ შეგრძნება იცი რომ ყველას თავის საზრუნავი აქვს და შენზე დიდად არავინ არ ზრუნავს და ფიქრობს და გული არ შედგება და არა მარტო იქ არამედ ხშირად შეგრძნება აქ ადამიანს როგორი გულცივია ეს სამყარო სასტიკი და უნდობელი და როგორი მიტოვებულია კაცობრიობისგან მე ესე ვიტყოდი მაგრამ მიტოვებული არ არის ღმერთისგან მაგრამ აი ეს შეიგრძნო ღმერთისგან არ ახარ მიტოვებული და ზრუნავს შენზე ეს საკმაოდ რთული ამოცანა იმიტომ რომ ხშირად ღმერთისგანაც მიტოვებულად გრძნობს ადამიანი თავს მე ესე ვიტყოდი და ტკივილი საჭიროა განსაცდელები ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანი ამბობდა ამასოს რომ შვიდად კარგად ვართო ღმერთი გვავიწყდებაო და რომ გაგვიჭირდებაო ღმერთო გვიშველეო ასე რომ უფლის შეგრძნება ხშირად ტკივილის დროს შემოდის და შემოდის განსაცდელის შემთხვევაში ისედაც ახლა როდესაც გინდა გაზარდო ადამიანი თქვათ სამსახურში წვრთნებია რა სხვადასხვა დისტანციაზე არ ბენინებენ იქ იარაღის ხმარებას ასწავლიან ანუ სულ ტონუში ყავთ ჯარისკაცები თუ უნდათ რომ რაღაცა ასწავლონ ანუ ესეა მოწყობილი მასწავლებელთან რომ მიაბარებ ბავშვს თუ მკაცრად თხოვს მეტად სწავლობს ხო მოზარდი ასე რომ აი ესეთ
რეჟიმში, დაძაბულ რეჟიმში ადამიანი უფრო იზრდება, უფრო ვითარდება. მე ერთ-ერთი ჩემი დაკვირვების შედეგია დასკვნა როცა განსასწრელი მოდის აცლეულები იცხოვრე 50-60 წელი მოხარშულ სიცნობს თითქოს შენ თავს და ისეთ ვისებებს ამჟღავნებ რომ განსასწრელის დროს რო თითქოს არ გცნობია შენი მე ესე ძალიან საინტერესო მომენტია ასე რომ ჩვენ ზე რო იყოს დამოკიდებული რა თქმა უნდა უშფოთულად ვიცხოვრებდით გამფეტების ჭამით და კომფორტულ ვითარებაში მაგრამ უფალმა შექმნა რა ეს სამყარო და საბოლოო ჯამში ქრისტიანული გაგებით ჩვენი ცხოვრება რა არის ეს არის გამოცდა გამოცდა უნდა ჩავაბაროთ გამოცდა გულისხმობს რა თქმა უნდა კაცრ პირობებს იქ უნდა გამოამჟღავნოს საკუთარი თავი ჩვენი ცხოვრება არის გამოცდა დიახ და მამო აი ჩვენ უნდა ვიფიქროთ თუ არა ესე და თუ არის ესე რომ იმაზე მეტ განსაცდელს ჩვენ ვერ მივიღებთ რისი ატანა და დათმენა და დატევაც არ შეგვიძლია აი რაც აი საბოლოოდ ღმერთს არ დაგვაკმობინებს მაგალითად რა აი თუ შეიძლება რაღაცა აი ხო არის ისეთი აი გარდაუვალი რაღაცა ტკივილები ისეთი რომელიც ატანაც აი შეუძლებელია უბრალოდ ადამიანისათვის და როცა გადაგაქვს თუ უნდა იფიქრო რომ შენთან ერთად ღმერთი არის და ღმერთი გატანინებს ამ ყველაფერს აი როგორ უნდა შევხედოთ იმ დიდ ტკივილებს რაც აი სიტყვაზე გარდაცვალებასთან დაკავშირებით ადამიანის და რა ვიცი ბევრი ისეთი რა არის გიორგი ერთი არის ქრისტიანული მოცემულობა რომ შესაძლოა ღმერთი არ გამოგცდის მაგრამ მეორე არის ჩვენი რეალური ცხოვრება ხა თერიქ შემთხვევაში ეს ჩვენი ბუნება გონება ამას არ ეთანხმება იმიტომ რომ ხედავ ძალიან ბევრ გაჭირებულ ადამიანს წლებია მიჯეჭული ადამიანი ლუგინს ვერ ლაპარაკობს ვერ ჭამს ხო და აი ამ შემთხვევაში ფიქრობ იცი საერთოდ რას უძლებს ადამიანი რას ხა არ არის დასამალი და რეალობა რომ ზოგი თავს იკლავს არავერ იძლებს ამ ყველაფერს ზოგი გარბის ნარკოტიკისკენ გარბის სასმელისკენ ასე რომ რამდენი ტყდება მე ესე ვიტყოდი და ჩიავდება ცხოვრებისეული ზეწოლის შედეგად ასე რომ ესე ზოგადად ვერ იტყვი რომ ღმერთი შესაძლოა მეტად არ ვერ გამოგცდის არის ევთანაზიის მოვლენა არა როდესაც ადამიანი თითქოს უკვე ვეღარ უძლებს და თვითონ მიდის სიკვდილზე ეს 21 საუკუნის ადამიანისთვის საკმარისად მომხიბლავი იდეაა მე ესე ვიტყოდი ასე რომ ცხოვრება ძალიან ბევრ საშინელებას მალავს და რა არის საინტერესო ის რომ რაც დრო გადის წლები რომ ემატება ადამიანისთვის ცენტრალური თემა რა თქმა უნდა ხდება სიკვდილი გარდაცვალების თემა უფრო და უფრო მეც ფიქრობ გინდა არ გინდა ნუ ეს ბუნებრივია ხა ბავშვი ამაზე არ ფიქრობს და სხვათა შორის ესეც უფლის დაშვებით ხდება მამა პაისიათელი ამბობს რომ უთხრაო ბავშვო რომ შენო გარდაიცვლებიო არა ტროლალაო და წავაბურთს ითამაშებსო და ღმერთი უშვებსო რომ პატარას გული არ გაუწყდესო და არ დაითრგუნოსო დროზე ადრე მაგრამ მე გინდა თუ არ გინდა უკვე ცენტრალური თემა ხდება გარდაცვალება მამა იოსებ ვადოპედელი ამბობდა თანამედროვე დიდი წმინდანია მამა რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი არისო სიკვდილის დამარცხებაო საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ამაზე დადის ყველაფერი ხო და რა არის საინტერესო ამაზე სხვათა შორის არ ხდება ისე სათანადო ყურადღების გამახვილება რომ
ადამიანი უფრო და უფრო მეც ფიქრობს გარდაცვალებაზე, მაგრამ ფიქრობს რაზე კი იცი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტანჯვით გავიდეს და ამას თხოვს ღმერთს. რამდენისგან გაგიგონია არა და მეც გამიგონია, რომ ავნედა დამაძინა და ისე გამიყვანა ძილში. ანუ ოცნება მე ხდება რა, აი ესეთი გასვლა. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი იყო, მახსოვს ინტერვიუ წავიკითხე მისი და რას ამბობს, რომ სიკვდილის კი არ მეშინია, აი ტანჯვის თამების მეშინია. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა ჩვენი არსებობის. ამაზე არც თუ იშვიათად ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, რაზე, რომ ჩვენ ყოველ წირვაზე შევთხოვთ სასულიერო პირები, რომ უშფოთვალი მშვიდობითი აღსასრული მომადლე ღმერთო, წარმოედგინე. ყველა წირვაზე ვევედრებით ჩვენ. ასე რომ ვედრება არის საჭირო და კიდევ რა არის საჭირო, რომ ჩემი დაკვირვებით, ეხლა არავინ არ იცის, ვინ როგორ გავა. წმინდანებიც ტანჯვით გადიოდნენ და ეს მათი რწმენის და მათი პიროვნული სიდიადის და სიძლიერის გამოცდა იყო, მაგრამ ეხლა პირდაპირ უნდა ითქვას ის, რომ რაღაცნაირად კავშირშია ბევრი რამ ერთმანეთთან, კერძოდ რაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ აი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიურად, ცხოვრობს აგროვებს, შემდგომ არინანიებს, არასწორი ცხოვრების წესი აქვს. პირადად მე აი ბევრი მინახავს გადატეხილი სული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა წელში. სიკვდილის წინ. სიკვდილის წინ ან შეიძლება დიდხანს იყოს ესე, როდესაც აი რაღაცა არასწორად ცხოვრობს რა, მოკლედ. ეხლა უცოდველი უშეცდომო არავინ არა ვარ ჩვენ, მაგრამ აი მე იტანჯება რა წლები შეიძლება დაინვალიდეს, საწოლს იყოს მიჯაჭვული, ჯოხი დადიოდეს, ვერ ლაპარაკობდეს, ეს ყველაფერი. ანუ რა მინდა მე თქვა, რომ სხვათა შორის ერთ-ერთ ინვალიდთან მომიწია შეხვედრა და ну სახსალამათი იყო და დაინვალიდა და ავარიაში ხო და კითხე ხა როგორ ფიქრობ ღმერთმა რატო დაუშვა მეთქი ეს ყველაფერი და რა მეთხრა იცი რომ ისეთი ცხოვრების წესი ცხოვრობდიო რომ სხვანაირად მე ვერ გამოსურდებოდი ამიტომაც ღმერთმა დაუშვა რომ ესე დავინვალიდიო და იცის გადაადგილდება ანუ მე რა მინდა თქვა რომ ესე ძალიან საინტერესო მომენტია იცი რომ ჩემი დაკვირვებით როდესაც ესეთი ტრაგედიასთან გვაქვს საქმე მანამდე ღმერთი რამდენჯერმე გაფრთხილებს ერთხელ ორჯერ სამჯერ და მე ეს სასჯელი ზომა უფრო და უფრო მძიმდება არ ეგეთი გამოთქმა რომ ღმერთი დიდხანს ითვენს მაგრამ ურტყავს ასე რომ ესე ჩემი ფრაზა არის რომ ჩემი ტერი ჩავარდა შურის მაძიებელი ღმერთის ხელში უკვე რო არ უტოვებ გამოსწორების საშუალებას მე უკვე ძალიან მძიმე გასასწარი შეიძლება მოვიდეს. ოცმა ყველაზე არ არის რაღაც გამონაკლისები არის შეიძლება ბავშვობიდან ვიღაც ეთლში იყოს და რაღაცა. მე არა. ან სიტყვაზე შეიძლება სულ არ იყოს ეთლში იმის გამო რაღაც სოდვილები ხარ და რაღაცა შეიძლება ხეიბარი არ იყოს იმით. რაღაცა არის ხოლმე რაღაც იშვიათი გამონაკლისები რომელზეც საუბრობდა მამაო თორე. ყველა რა თქმა უნდა არა პირიქით ღვთისმშობლების გამორჩეულებიც არიან და მამაო სხვათა შორის აი როცა ადამიანი ხეიბარია გამორჩეულიც არის ბევრი რომ აი მისით შენ ნუ გეშპოვებ მისით შენ შეიძლება რაღაცა გასაჭირი კონდეს და არ დაიწუწუნო იმიტომ რომ აი ნახო რომ იმ ადამიანს ისე უჭირს და მე რა მაქვს აწუწუნო ხო ამ შემთხვევაში უსინათლო რო იყო მამა იქ რო ეუნება ღმერთი რომ მისითო ღმერთი უნდა განცხადდეს ვაკო ამ ქვეყნათო ანუ შეიძლება არ დააშაოს საერთოდ არაფერი და პირიქით რამდენი მოძღვარი მინახია მამა ეგრე წმინდა მოძღვრები ისეთები ხო რომ თვითონ რაღაცა ჭირდათ სიტყვაზე ისეთი რომ ისა მაგრამ სერაფიმ საროოს ახლა რატომ ჭირებოდა რა ხო სიტყვაზე
უბრალოდ რაღაცნაირად მისი სიწმინდიდან გამომდინარე ხანდახან არის ხოლმე რომ ბოროტი გებძვის და რაღაცა გებღაუჭება რაღაცას და რაღაცა ის არის სხვა გამონაკლისიც იმიტომ რომ ხა ადამიანები რომ სხვანაირად არ მიიღონ მამო თუ შეიძლება კიდე ასე დიახ ხო რა თქმა უნდა ეხა კი როდესაც ამ შემთხვევაში უნარ შეზღუდულებზე გვაქვს საქმე რა თქმა უნდა სხვადასხვა მიზეზია ყოველთვის არ არის ეს ცოდვის გამოხატულება ეს ფართო თემაა მე ესე ვიტყოდი ეგეთ რაშია საქმე ეს შეიძლება მშობლების დაუდევრობის ბრალიც იყოს აი თუნდაც მშობიარობა აი ორსულია ქალი და სიგარეტს თავი არ დაანება ხა ამ შემთხვევაში ნაყოფს ეს ყო ისახება რა ან კიდევ როგორი თემაა ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა აი თქვა არიან შეპყრობილი ბავშვები აი ცნობლები რომ წაიყვანენ თქვა შემლოცველთან იქ მთელი შემთხვევაში უკვე სხვა პრობლემები ექნება აი სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით მე რეკვეთებულის ლოცვა ჭირდება და ასე შემდეგ ასე რომ ბავშვები ისჯებიან ხოლმე მშობლების დაუდევრობის შეცდომების გამო მაგრამ არის კიდე სხვა მიზეზებიც ახლა რაც აღნიშნეთ ინდივიდუალური განსაცდელი ხო ინდივიდუალური რაც აღნიშნეთ გიორგი რომ აი მე მახსენდება 35 წელი იყო კაცი პარალიზებული რუსეთში ხო და ილოცეს მის გამო და უფალმა გამომჟღავნა რომ ეს კაცი საჭირო იყო იმისთვის რომ მაგალითი ყოფილიყო აი როგორ აეტანა ადამიანს გაჭირება რომ მიდიოდნენ მასთან ისეთ სიყვარულით სიტყვათი ხდებოდა რომ ხალხი მისგან რომ გამოდიოდა ფიქრობდა მე ჩემი გაჭირვებით რა ნახე კაცი როგორ ყავფაშია და მაინც ასე დიდ ადამიანს თვისებებს ინარჩუნებს ასე რომ მიზეზი რა თქმა უნდა სხვადასხვა შეიძლება იყოს ასე ვთქვათ პირდაპირ მნიშვნელობით წერში გადატეხვის მაგრამ არის ისიც კიდევ მეორებ რომ ზოგჯერ ადამიანი სხვა გზას არ უტოვებს ღმერთს ერთხელ გააფრთხილა ორჯერ სამჯერ მიანიშნა ყურად არ იყო და მე ესე და სხვათა შორის ეკლესიური ცხოვრება ამასაც გულისხმობს ხა ისე თემა შევეხები რომელიც როგორ გითხრათ შეიძლება ბევრისთვის გაუგებარი იყოს მაგრამ რატომღაც გონია რომ აი თქვათ არის თქვათ საერთოდ ადრე პატრიარქს უღორდა ხოლმე რომ ჩვენი გონებისთვის მადლობდეთ ღმერთსო საღი გონებისთვის რა მინდა მე თქვა რომ თქვათ ღმერთმა დაგვიფაროს და დაემართა ადამიანს სკლეროზი არცკემერის დაავადება ხო რა ხდება რომ კულტურული ინტელიგენტი ადამიანისგან არაფერი აღარ დარჩა რა მისი გონებისგან არა და ერთდროს იყო ესეთი განათლებული ზდილობიანი ხო ეს ცხოვრება რა პირადად მე მგონია რომ როდესაც აი ჯანსაღი ეკლესიური ცხოვრები ცხოვრობს ადამიანი გაცილებით იზრდება შანსი იმისა რომ ესეთი სახესხვაობა აღარ იყოს შენთან მოცემული ანუ უფლისმიერი მადლი და სწორი ურთიერთობა ღმერთთან ძალიან ბევრი გასასწრებისგან გიფარავს მე ესე ვიტყოდი და თვითონ ახლა პაროლი ანგელოზის ცნებაც რა არის წარმოიდგინეთ ჩვენ გვყავს პაროლი ანგელოზი ახლა ვიღაცა შეიძლება ეჭვეპარება იმიტომ რომ ესე ვერ ხედავთ როგორც ერთმანეთს ხედავთ მაგრამ ну ესე რომ ესე დაპარულოთ ის არის ჩვენი პაროლი და мама რა შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ცოტა სოციალიზმის ისეთ კითხვას დაგისვათ რომ შეიძლება რაღაცა უბრალოდ იყოს და თან კიდე საინტერესოც იყოს ადამიანებისათვის რა შემთხვევაში ტოვებს ადამიანს პაროლი ანგელოზი რა ხშირად ხდება ხოლმე ხა ჩემ მეგობარი ხუმრობდა რომ ადამიანია როცა მაგალითად კაზინოში ან სადმე ძალიან ცუდად გილა შედისო მისი პაროლი ანგელოზი გარეთ დგას და ნერვიულობსო რა ანუ ეს რაღაცაირად რომ თვითონ ესე მოიფიქრა მაგრამ ანუ რაღაცა არის რომ პაროლი ანგელოზიც რისხდება ჩვენზე და აი რომ როდის არის ხოლმე და თუ ტოვებს საერთოდ ადამიანს პაროლი ანგელოზი იცი რა არის მე მახსოვს ადრე როცა ერის კაცი ვიყავ ერთ-ერთმა მოძღვარმა თქვა რომ სხვათა შორის მომეწონა დღემდე მახსოვს რომ აი როგორც ადამიანიო გაიხდისო ჭუჭყიან ტანსაცმელსო და მიაგდებსო და მაინდამაც არ სიამოვნებსო რა შეხებაო აი პაროლი ანგელოზის ესე არის რომ გაჭუჭყიანებული ცოდვებით ადამიანის მიმართ ის კი არა აი ჩვენი ცხოვრება რა არის როგორი შეგრძნებები მოიცემა რომ
რაღაც სოდვების გამო აი თითქოს ღმერთი ზურგს გაქცევს. აი ტრიალდება შენგან. მე მოინანიებ, მე ისე შემოbrunდება. წარმოედგინე შენ. არის შეგრძნება მიტოვებულების, რომ ღმერთმა თითქოს ასე რომ უფლის წყალობას, ფარველობას ამას დამსახურება უნდა ლამაზი თვალების გამო არ მოდის არა. ხო და კაცილებით იზრდება ფარველი ანგელოზის როლი და მისი შემწეობა, როდესაც ჩვენ ამას ვიმსახურებ. სამყაროს კანონი ესეც არის რა. და დაიმსახურო შენ. და თუ არ იმსახურებ, არა, უფლის მიერ წყალობა რატომ მოვა? ჩვენი ქრისტიანული შეგნება ამასაც გულისხმობს, არა. ხა ცხოვრებისეული მაგალითია, მაგრამ აი მოდიან ჩემთან და გამოსთამოთ ჩასაბარებელი. ნუ ხა შეიძლება რაღაცა კუთხე ანგარებითი მომენტია, მაგრამ ვეუბნები, ხა შენ თუ გამოსთვის წინ მაგალითად უყურე რაღაც ურცხ ფილმებს, ან კიდე სახში დაახურე თავზე ყველაფერი შენ ახლობლებს, ან იქილიკე და განიკითხე ზედმეტად. როგორ ფიქრობ ვეუბნები, აი გამოსტაზე ის ბილეთი შეხვდება, რომელიც გაცხობს თუ ის ბილეთი, რომელიც დიდად არის, არა? ზოგჯერ ესე მარტივად უნდა აუხსნო ყველაფერი. ხო და ასე არის პარველი ანგელოზის, წარმოედგინეთ. და კიდე ერთ თემას მინდა შევეხო რა. არც თუ იშვიათ ესე ისმის საკითხი, რომ რატო ნათლავ ბავშვს? გაიზარდოს. მე მიიღოს ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება უნდა თუ არა შენი მართლმადიდებლობა. ხო და მე აი რომ ნათლავ ხოლმე ამ დეტალზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ აი წარმოედგინე, ანუ შენ ეჭუგეპარება გასაგები ადამიანური ბუნება. და შენ ვთქვათ, რო არ ნათლავ, ვთქვათ 18 წლამდე. აი როგორ მფარველს აკლებ ბავშვს. წარმოგიდგენია? ცხოვრება როგორაა მოწყობილი, რაც არ უნდა შენ აკონტროლო, არა, ხიფათი აუცილებლად იქნება მოზარდ. ჩვენ ახლა იგივე ბავშვობაში რამდენჯერ გადავრჩენი ვართ, არა, სიკვდილს. საფრთხეს, არა, ყოველთვის თვალს ხო ვერ მიადევნებ. მოდი რა დაუშვი, რომ ეს ფარული ანგელოზი არსებობს და შენ კიდე როცა ინათლება ადამიანი ფარული ანგელოზი მიემაგრება წარმოედგინე შენ. რამხელა ფარველს აკლებ. და კიდე მეორე შემთხვევაც მომყავს, რომ თქვათ ბავშვი რატო ასწავლი, თქვათ ენას. გაიზარდოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება, მინდა თუ არა ინგლისური ვიცოდე ან ფრანგული არა. ამ ლოგიკით რო იხემძღვანელო არა, ბავშვს ხო არ ესმის ეს ყველაფერი არა. ეხლა მახსენდება კიდე აი მამა იოსებ ვადოპედელი, დიდი მამაა და ეხლა მე რამდენად წავიკითხე მისი ცხოვრება და ერთ-ერთი შემთხვევა არის აღწერილი, მისი სულიერი შვილები ყვებია, რომ სადაც იმ მონასტერში, სადაც ცხოვრობდით თუ არა, ქვემოთ ათონის თაზია ლაპარაკი, იყო ნავსადგურიო და ერთხელ დავინახეთო, რომ ეს მამა იოსებიო მოდისო და ვიღაც კაცი მოყვებაო. ხო და რა მოვიდაო, ეს კაცი გაქრაო და მამა იოსები, შემოვიდაო ჩვენთანო და ვეკითხებითო, ვინ იყო ეს კაციო და არავინ არ ყოფილაო ჩემთანო, მარტო მოვდიოდიო. მე ერთ-ერთი ყვება, რომ დავიმარტო ხელო და ვკითხო, როგორ მარტო არა, ვიღაცა მოყობოდა, ბევრი ხვევდავდითო და ესო ჩემი ფარული ანგელოზი იყო, წარმოედგინე, შენ რომელიც მომოცილებდა. უკვე ახლა იმ გაქანების იყო ეს მამა იოსებ ვადოპედელი, რომ წარმოედგინე, ესეთი კავშირი ქონდა ზეცასთან, რომ თავის ფარულ ანგელოზსაც კი ხედავდა. თუ ასეა თუ ისეა. ისევ გავდივარ იმაზე, რომ ადამიანის ეჭვიანი ბუნება როგორია რა. ბოლომდე ვერ იჯერებ. მაგრამ რეალობა ეს არის. ხო და ჩვენი ცხოვრება რას მიუთითებს, აი ისევ დაუბრუნდები რა იმ მღვდლის გამონათქვამს, რომ როგორც ჩვენ გვეზარება დასრული ტანსაცმელი, აი ეს ცოდვებისგან დასრული ადამიანი რა თქმა უნდა ზეციურ სამყაროში დიდად კეთილსახოვნად არ
გამოიყურება თითქოს განერიდებიან რომ მისგან. რამდენად თვითონ ადამიანი აძლევს თავის ანგელოზ ფაროს ძალას რა. ხა ის თვითონ ძლიერია, მაგრამ სად ახლა შენც რო ეხმარები, ხო? რამდენად თვითონ ღვთის ძალაშიც რამდენად ადამიანი რამდენად მონაწილე არის რა. იმიტომ რომ კი ვიცით ის ძლიერია, მაგრამ შენ თუ არ მოინდომე და შენ თუ რაღაცნაირად შენში არ შემოუშვდეს შემდეგ. რამდენად არის ადამიანზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმის დამიხედვით ჩვენ როგორ მოშურნეობთ უფლის გზაზე არა. ერთია განგება უფლის, რომელიც ყველაზე ვრცელდება, დაცვა, შეწევნა, ანუ სხვადასხვა საფეხურებია წარმოედგინეთ. იმის დამიხედვით ჩვენ როგორ ვიმსახურებთ, შეწევნა უფლის სულ სხვადასხვაგვარად ვლინდება. ის კი არა. ხა წავიკითხე ათონისტაზე როგორ არის ეცე მიღებულიო რომ საჭმლის გემო დამოკიდებულია გამკეთებლის სულიერ ცხოვრებაზე. წარმოედგინე. მართალიც არის მომო. რამდენს უთქვამს რომ მონასტერში ძალიან გემრიელად იჭმევა, თქვათ ეკლესიაში ტრაპეზზე და თუ ლოცვი დაგეთებ საჭმელს, თვითონ საჭმლის ხარისხზე აისახება. ეს არის ის თუ ოდნავ დაგროვებული თვალი გაქვს, ამას რომ ამჩნევ. ხა მით უმეტეს ხარისხი უფლისმიერი შეწევნის, როგორ იზრდება იმის დამიხედვით შენ რამდენად სწორად ცხოვრობ. თუ შეიძლება სწორ ცხოვრებაში სიტყვაზე. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მაგალითად ადამიანი როგორ უნდა მივხვდეს, როცა არ ცხოვრობს სწორად. იმიტომ რომ ხშირი შემთხვევაა, რომ შეიძლება ისე მოტყუდე, რომ გეგონოს, რომ სწორად ცხოვრობ და ამ დროს შეიძლება გარდაიცვალო და აღმოჩნდეს, რომ სწორად კი არა, პირიქით ძალიან საშინლად გიცხოვრია რა. ძალიან თქვენ იცით ხოლმე თქმა, ნახევრად სიმართლე და ვერაგულად მოდის პოროტიო რა. ხო, რაღაცნაირად თითქოს სიმართლით იქნება, თითქოს იმით ამით და ტყუდება ადამიანი. რო არ გაგვექცეს ცხოვრებაში ის რო ეს სიტყვაზე, იმიტომ რომ მე თან ყველაზე მაგარი სიტყვება რას აქვს, თუ დააწექი და ერთი უსამართლობით წაიყვანე ხო ცხოვრება, მე ტკბები ამ ყველაფრით, და ვეღარ რაღაც ამ სიამ ტკბილობაში გაგყავს დრო ამ ცოდვაში და ბოლოს გამოიხედები და სავალალო მდგომარეობა გაქვს რა. ხო, ეს ადვილი არ არის. გამოიცნო, ხო, ის კი არა თქვენ იცით რომ არის ესეთი ხიბლის მდგომარეობა, რომელშიც ვარდებიან თვითონ სასულიერო პირები ვარდებიან. აბა, ამდენიც გინდა, ანუ ფაქტიურად რა ხდება რომ კაცი რომელმაც უნდა სხვა დაარიგოს რომ ეშმაკის ხლარტებში არ თვითონ არის დასარიგო. თვითონ არის ხო, თვითონ თulis რომ სწორად ცხოვრობს, სწორად ლოცულობს, სწორად მიდის უფლის მიერ გზაზე, არიგებს ხალხს და ასე და ასე შემდეგ, ასე რომ ესე ადვილი არ არის მე ესე ვიტყოდი რა. ეს საწინააღმდეგო ძალიან ჭკვიანია, ასე რომ ხშირად მოდის სინათლის ანგელოზის სახით რა, კუდი დარგებით რომ მოდიოდეს, მასე ყველა იცნობს. ხო. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე აქ სასულიერო პირებთან ურთიერთობას მოზღურებს. ხო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა რო ავიღოთ სამედიცინო სფერო. რამდენი შემთხვევაა რა. რაღაცა შემთხვევაა ხო, პრობლემა ვერ სვამასორდიან კნოს. აქ უკვე ექიმი რომელიც გამოსტილია და სწორი დიაგნოზის უნარის დასმის უნარია ხო, არა ეს უკვე გამორჩეულად გამოიყურება რა. და ხა სხვათა შორის უფრო და უფრო მოდის ეს პრობლემა, იმიტომ რომ დონე კვალიფიკაცია სამედიცინო ასე ვთქვათ სახურების უფრო და უფრო კლებულობს მე ესე ვიტყოდი. უფრო და უფრო კლებულობს. მე თუ ღმერთთან კავშირში არ ახარ რა, იქ ეს ხო ჩვენ აზროვნებზეც აისახება რა. და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სწორის დიაგნოზი დასვა, ეს უფლის ხალობაც არის, წარმოედგინე შენ. ხო და შენ თუ მარტო შენ გამოცდილებას ეყრდნობი შენ ცოდნას და არანაირი კავშირი არ აქვს ღმერთთან რა, იქ უკვე საკმარისად იჭადები მე ესე ვიტყოდი. ხო და
ადვილი არ არის, ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა დღეს უკვე სწორი გაქნების მოძღვრებმა. იქ უკვე როცა გამოსტილია კაცი, იქ რაღაცა კუთხით უკვე ხვდება ადამიანი, რომ მოდის იცი საითკენ მიდის, სასწორკვეთილებისკენ, ხიბლისკენ, ანგარებისკენ, აყროვანებისკენ, იმისკენ, ამისკენ, მაგრამ იმისთვის რომ აი აქ გაიწაფო, აქ დიდი ცხოვრებისეული გზა უნდა გაიაროს კაცმა მოძღვარმა. ამიტომაც იყო 30 წლამდე ადრე არ აკურთხებდნენ მოძღვრებს. მამო, რა არის სამაგისო თვისება, რომ ადამიანი არ შეცდეს სხვა ადამიანს, თუნდაც მოძღვარი, თუნდაც ის, აი, რა თვისება უნდა გაგაჩნდეს, თავმდაბალი უნდა იყო, მლოცველი, თუ აი რა, აი, ხო არის, რომ ისეთი მომენტი არის, რომ შეიძლება უბრალოდ დაარიგო, მაგრამ საშენოდ დაარიგო. ან უბრალოდ აი ესე რა, სულ არ გაინტერესებს, აი, რა არის თვისება და რა უნდა იცოდეს პირველი იმ ადამიანმა, ვინც არის ლიდერი, სიტყვაზე მოძღვარი იქნება ეს სკოლის დირექტორი იქნება თუ პოლიციის უფროსი თუ ციხის უფროსი. რა უნდა გააჩნდეს, რა თვისება, რომ აი როგორც მწყემსმა თავის სამწყსო სწორად წაიყვანოს. ხო, აი რა თვისება უნდა გააჩნდეს, იცი, ალბათ ბევრი მომენტია რა. ჯერ უნდა გააჩნდეს ის თვისება, რომ რაღაცა კუთხით თვითონ ბევრი რამ უნდა ქონდეს გადატანილი ცხოვრებაში. იმიტომ პრაქტიკა რა თქმა უნდა, ეხა ეს დამნიშნული მომენტია, ეხა ვთქვათ, როცა წაბალ დამოკიდებულები არიან, ვთქვათ, ერთ-ერთი რგოლია, რომ იმ ხალხს ეძახიან, რომლებმაც ეს პრობლემა თავისთან მოიხსნეს. კაიგე? გადალახა, იმიტომ ეხა წარმოედგინე უკვე ყველანაირი ბრძოლა იმას განცდილი აქვს. ხო და ასე არის მოძღვარიც. აქ წამოდებაზე არ არის ლაპარაკია, რომ უამრავ სიტუაციაში მე ჩვენი ცხოვრება რა არის, არის ბნებებთან ბრძოლა რა. და იქ ძალიან ბევრი ნიუანსი გამოიყოფა. იქ უნდა დეტალებში ხო უკვე რო უკვირდები საკუთარ თავს. მე ამ ბნებებს ებრძვი, მე ხან მარცხდები, ხან წარმატებას აღწევ გაიგე და უკვე ეს შენთვის არის განცდილი ეს ყველაფერი. რომ მოდის ახალგაზრდა რა გეუბნება იმას, რაც შენ უკვე გადატანილი გაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მე რა არის, რომ ესე ვიტყოდი, რომ აქ ნიჭიც უნდა გქონდეს. ეხლა არის მაგალითად მე რომ მკითხო, არის ფსიქოლოგის ნიჭი. ზოგი არის დაბადებით. ხო. ასეთი. ზოგს არა აქვს ეს ნიჭი. პირდაპირ უნდა ითქვას, მაგრამ მაინც აბერებს ფსიქოლოგიურზე. ხო. ისე მამა ამასთან დაკავშირებით მინდოდა მე თუ არა აუცილებლად რო არ კითხოთ და რაღაცნაირად ბევრი მამებიც ამბობენ და რაღაცა რომ აი ფსიქოლოგიური მიდგომა ხშირ შემთხვევაში მამაოს სიყვარულს ანელებს რა შეხდება ხოლმე რომ აი შეიძლება ფსიქოლოგთან იყო და ეს ფსიქოლოგი იყო შენთვის ტროას ცხენივით როდის აგიფეთ ხდება შეგიძლია და რას დაგიშავებს კაცმა არ იცის აი ამ შემთხვევაში მამო რამდენად ეთანხმებით ამ ვარიანტს იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მამო იცით რატო აი მაგალითად აი ვიღაცას რომ ამზადებენ მაგალითად აი მეუღლეს ან მშობელს სიტყვაზე და ეუნება რომ აი ეს რომ შემოვა შენ დახვდი მარჯვნივ აი ესე გამოართვი პიჯაკი და შემდგომ აი ეს წავა კარგად ჩვენ ცხოვრება რაღაც არიგებს ხო სიტყვაზე ხო ამ შემთხვევაში მამო ჩვენ სინაღდეს ხო არ კარგავთ ამის უკან არ მინდა რა ეგრე მოვიქცე და უბრალოდ ხო ხდებით მამო აი თუ შეიძლება მამო სად უნდა მიხვდეს თვითონ აი ხო არ ხა მღვდელში შემოდის დემონი წარმოიდგინეთ მღვდელში და სად უნდა მიხვდეს რომ ეს სიტყვა შეიძლება იყოს ვიღაცა ფსიქოლოგი და იყოს დემონიზირებული თუ შეიძლება თქვენგან რატომ აინტერესებს იცი რომ ყველას იცნობთ და ყველა სფერო და ყველაფერი იცით მსგავსი დიახ ეხლა მე გეტყვი დიახ ცოტა ესეთი ძალიან გულახდილიც არ იყო თო ვინმეს გული არ ადგინოდა და გულახდილი ვიყო არ ვიყო სადღაც ჯობი არ გულახდილი ვიყო და მზადიყო ქვების სროლისთვისაც გაიგე მაგრამ ნუ ეხლა ამბობ შეიძლება ეხლა ვიღაც დაარდამეთ აი თქვენი დაკვირვება მაინტერესებს მე გეტყვი დავიწყებ ძალიან შორიდან როდესაც სწავლობდი ფსიქოლოგიურზე ერთ დასკვნა გავაკეთე დიახ მე ფსიქოლოგს თვითონ ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება
ეს დასკვნა გავაკეთე პირდაპირ. კიდე რა დასკვნა გავაკეთე და გავაკეთე ეს დასკვნა, რომ აი მაგალითად რომ მოვიდომო უკვე რაღაც ფსიქოთერაპიული მართლობით წასვლა, როგორ შეგრძნება იყო, იცი რომ თავს ვიტყუებ რა, ეს გაცილებით უფრო რთული ადამიანს დაეხმარო, აქ გაცილებით დიდი ძალებია ჩართული. და ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი რატომაც წამოვედი იყო ეკლესიაში ეს, იმიტომ რომ უპირველი ფსიქოლოგი დახვარი არის ღმერთი. აბა რა. აიგე და პირდაპირ ვიტყვი რა, ეს ჩემი აზრია. კიდევ რომ ვიღაცა შეიძლება დამეთო ვიღაცა ფსიქოლოგი რომელიც ეკლესიაში უზას არ უშვებს. ჩემთვის ის არ არის შემდგარი ფსიქოლოგი, იმიტომ რომ თავარს ვერაცნობიერებს წარმოედგინეში. დიახ. ამიტომაც ახლა მარტო მე კი არ ვლაპარაკობ, რამდენისგან გამიგონია რომ ზოგიერთი ფსიქოლოგი პირიქით აზიანებს ადამიანს. მაგრა აზიანებს ადამიანს და თერიქ შემთხვევაში ხა მომავლის ამოცანა რა არის, ამაზე მე ხშირად ვისაუბრია რომ თერიქ შემთხვევაში და საკმარისად ხშირად ეკლესიური მიდგომა და ფსიქოლოგიური როგორიღაც მიმდინარეობებს ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ამიტომაც მომავლის ამოცანა რა არის აი ქრისტიანული ცნობიერების ფსიქოლოგების რომ მოხდეს რა იცი შეფასება. აი რა შეიძლება თქვა ფსიქოთერაპიიდან აიღო და რა არის აი საუკეთესო საუკეთესი ხო ეს არის მომავლის ამოცანა ერთი პერიოდი ჩვენ ხოდა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი დავიწყეთ ამ მიმართულებით რომ სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ მიმდინარეობებს ჩვენ ვიხილავდით ეკლესიური კუთხით. აი რა მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ რა არა და ასე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ მე გარკვეული მიზეზების გამო აღარ წავედით ამ მიმართულებით, მაგრამ მომავლის ამოცანა ეს. ასე რომ კიდევ მეორე ზოგჯერ არც თუ იშვიათად ფსიქოლოგი აზიანებს ადამიანს და პირიქით წინააღმდეგობაში მოდის ეკლესიურ მიდგომასთან. ამიტომაც ჩემი აზრით მართლმადიდებლურ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამიტომაც ჩემი აზრით მართლმადიდებლურ ქვეყნებში მომავლის ამოცანაა რომ ეკლესიური ცნობიერების ფსიქოლოგები წამოვწიოთ წინ და არის სხვათა შორის ახლა ჩვენ თან სასულიერო აკადემიის სემინარსთან არის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, რომელიც ამ მიმართულებით იღწვის. დიახ, ძალიან კარგად იხსნა. მეც პირადად აი მიწევს ქრისტიანული ფსიქოლოგიის კურსის საკითხვა, სადაც ვეხების ამ საკითხებს. ძალიან სათუთია, ხო მამა, ეს შეიძლება ერთი ნაბიჯი იყოს და შეიძლება რაღაცა გადავარდეს. ძალიან საფითი, ძალიან სათუთია. საერთოდ ესეთი სფეროა. ძირითადად ეშმაკი იბრძვის ფსიქოლოგიურად, რა გონიათ. ძირითადად აი ხო და ხა ეს უკვე დიდ მოღვაწეებს ებრძვის ფიზიკურად და ეცხადება და აი ფიზიკურად უსწორდება თორე ჩვეულებრივ ადამიანს ხო ფსიქოლოგიურად ებრძვის. თან მამა ისეთი ის არის რომ ისეთი ადამიანების შემცდარან ღმერთთან ერთად რო ხარ შეიძლება იქ შეცდე არიოზი და იგეთი ხალხი რო შეცდე წარმოგიდგენთ და ფსიქოლოგი რო ხარ და ღმერთთან არ ხარ თან ჯერ ამხელა თავში გაქვს ავარდნილი რომ სიტყვაზე რო გონია რომ შენეხმარები და ღმერთის ძალების გარეშე ხდება ეს ყველაფერი როგორი დამღუპელი არის ხო და თან მამა გაუბრალოება და ამ მიწიერს ადამიანი რომ მოდის ფსიქოლოგთან მაინც მიწიერი პრობლემებით მოდის ამ მიწიერს გთხოვს ამის დაგმახოფილებაში ბევრი რაღაცის დათმობა გიწევს. ბევრ ცოდვაზე შეიძლება უბიძგო და უთხრა რომ აი ესე კარგი იქნება და არ იქნება სიტყვაზე დიდი არაფერი და ამ შემთხვევაში მიიღებ მე იმ ადამიანსა დაზარალებულა და მე ყველაზე მაგარი რა არის მამა ყველაზე ცუდი რა აქვს ადამიანს რომ როცა შეცდომას უშვებს არ უტყდება საკუთარ აი ნებისმიერი ექიმი მაგალითად ფსიქოლოგიას რო თავი დავანებოთ და ნებისმიერ სასულიერო პირი ან რაღაცა რო ავიღოთ ამ პოლიციელი ნებისმიერი აიღეთ ეხლა რომ გადავხედოთ პედაგოგი თუ გინდა ნებისმიერი რო ეტყვი რომ აი აქ რო ასწავლე შენ ჩემშვის აი აქ შეცდომა მოგივიდა ან ოპერაცია რო გააკეთე აი აქ აი არასწორად გაჭერი და ეს არ ჭირვებია ძებნის იმას რომ მართალია არავინ არ არის ის რომ არა იცი რა არის მე მართალი ვარ უბრალოდ ის გეტყვის რომ ვისთან იყავი ჩემო იმას შეეშალა და სხვისკენ იცი ჩვენ მამა ვიგრევათ პირად სოდვებშიც კი ხო ჩემო კარგო საერთოდ აი ჩვენ კიდე ვერ ვაფასებთ აი როგორი გითხრათ კოლოსალური სწრაფვა აქვს ადამიანს თავის დაცვის. აი ჩემთან რომ მოდიან ხოლმე ერთ-ერთი რაზეც ვამახვილებ ყურადღებას ვეუბნები რომ ჩვენ არამხოლოდ პატივმოყვარეები ვართ, ძალიან პატივმოყვარეები ვართ. არამხოლოდ შურიანები ვართ, ძალიან შურიანები ვართ. არამხოლოდ ვიცავთ საკუთარ თავს, როცა შეცდომებს უშვებთ. არამედ
ძალიან ვიცავ საკუთარ თავს. მაგრამ აქაც იცი რამდენი ნიუანსია გიორგი, აი მაგალითად როგორი ჭკვიანურია ქრისტიანული მიდგომა რა. აი წმინდა მამა მაგალითად არ გირჩევენ აი ადამიანს დააშავებს, შეწოდებს, არა ეგრევე ამხილო. რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს. წარმოიდგინე შენ. ხო შეგვიმჩნევი, აი ვთქვათ რაღაცა შეცდომა დაუშვი და ეგრევე შენიშნა მოგწეს. აი ფუფრე, მაგრამ გავიდა 2-3 დღე და თავისით გაანალიზე, გააცნობიერე და ეთანხმები უკვე, აი. კი. წარმოიდგინე, რამდენი ნიუანსია. ერთი არის ის, რომ დიდი უნარი გვაქვს, რომ თავი დავიცვათ და ჩვენი აქილევსის ქუსლი ესეც არის. მაგრამ მეორეა ის, აი როგორ მიგითითებენ შეცდომაზე, რატონით მიგითითებენ. აიგე? მე აი ვინ მიგითითებს, როგორი მოსიყვარულე ტონია და ასე იმდენი ნიუანსია ადამიანის ურთიერთობებში, რომ მარტო ერთით ვერ შემოიფარგლები. ვერა. და აი სულიად საწინააღმდეგო არის ბევრჯერ ვამოხლებ ყურადღებას ქრისტიანული მიდგომა. აი ვადოპედის მონასტერი ვახსენე, ნუ ცხოვრობდა ჩემი ახლობელი იქ და ვეკითხები რა, აი რას გამოყოფთიო იქ მაგალითად. აი მონასტრის ცხოვრებასთან დაკავშირებით, რას მეუნება? ერთი რომ სულ ხშირად ტარდებაო, შეკრებებიო, სადაც განიხილებაო ყველანაირი პრობლემა მონასტრის, თქვათ იქ. თუნდაც აბაზანაში რაღაცა ხო და მეორე რა რომ აი როდესაც ხდებაო დაპირისპირებაო ერთმანეთს შორისო, არა? სულიერ ტონად ითვლებაო, რომ პირველი მიხვიდეო და შემდგომ თხოვო. წარმოიდგინეში. ანუ ხარ მართალი არ ხარ. ხარ მართალი არ ხარ. ანუ ეს ქრისტიანული ცხოვრება რისკენ გიბიძგებს იმისკენ რომ აღიარო რა შენი შეცდომები, ცოდვები. მე მახსენდება ერთ-ერთი მწერალი ქალი იყო. ეს არც თუ იშვიათად ისე ხშირად მithქვამს რომ ინტერვიუ წავიკითხე რომ ძალიან მომეწონა რომ მე რომ აკრიტიკებენო და შენიშვნას მაძლევენო შეიძლება გულში მობოქროფო და არ ვეთანხმებიო, მაგრამ ფიქრობ რომ რა საბაბი მივეციო რომ აი შენიშვნა მომწეს. ყველაზე სოლია. ხო სოლია, მაგრამ აი ხა არ გინდა აი ამ მიმართულებით გაიზარდო და ჩვენი ცხოვრება რა არის რომ თავს იცავ, ხო? აი გაკრიტიკებენ, შენიშვნას გაძლევენ, ეგრევე თავდაცვითი რეაქცია ირთვება და ყველანაირად ცდილობ რომ აი ეს კრიტიკა გააუბარო, ხო? არის და პირიქით ჭკვიანი გამოიყენებდა ამას. ჭკვიანი გამოიყენებდა, ხო, ნუ გამოიყენებდა ასე თუ ისე რამდენი რაღაცა გვაქვს რა გამოსასწორებელი წარმოედგინე. შენ და ხშირად აი სათანადოდ კიდევ მეორე არ ვაფასებთ, ვერ ვაფასებთ, რომ ვარ ძალიან პატიმოყურები, ძალიან შურიანები, ძალიან ვიცავთ საკუთარ თავს და ესეთი საწოდავი არსებები ვართ რა საფრთხეებში. სულ რაღაცა ვამტკიცებთ, მამა. აი სიკვდილის ბოლომდე რაღაცა ამტკიცებს, სულ რომ რაღაცა რა გაქვს დასამტკიცებელი იცხოვრე რა, ბედნიერად ნუიძაბები მიხედე რა შენ იმას ცხოვრებას და რაღაცა მე ამოხდა ვიღაცა მამა იქნება ეხა ვიღაცა რაღაცას იტყვის. ეს საშენოდ გამოიყენე, მართლა ძალიან მაგრა გაგდის. სხვათა შორის მამა სანამ მე მათ ყვებოდი იმდენად ვერ ვიზდებოდი, რამდენადაც მე გათვალისწინება რომ დავიწყე, რომ აი სიტყვაზე, აი რომელიღაცა ნებისმიერი მოძღვარი, რომელმაც სიტყვაზე ჩემთან რაღაცა მეუნება, რომ სიტყვაზე მე შემეშალა, ან მას შეეშალა რაღაც, მაგას პრობლემა არ იყო. უბრალოდ აქ დავიწყე, რომ რატომ მოხდა ეს. და როცა ვამბობდი, რომ აი იმას შეეშალა და ჩემ გადაცემაში აღარ მოვიყვან იმას შეეშალა და სიტყვაზე ხო აი რაღაცა სიტყვაზე რომ იმას შეეშალა ჩემ გადაცემაში არ მოვიყვან და ნახე რა ცუდად მოიქცა არა აი იმას რატო შეეშალა როცა ჩემიდან დავიწყე ბევრად უფრო მამა რომ შეშლოდა სიტყვაზე ბევრად უფრო მეტი მომცა მამაო თქვენ ყველასთან ურთიერთობაში და საკუთარ თავი გავზარდე მამაო რა შე შემთხვევა ყოფილა მეხმარება რა მაგრამ თავიდან მამაო ძალიან ძნელი მოსათოკია თქვენ ალბათ დამეთანხმებით რა მისაღებად მამა აი თუნდაც აი ადამიანი მოდის ხა თქვენთან მაგალითად აღიარებს თავის წოდებს ახსარებაში და ეუნები რომ ხო აქ შეგეშალა და აი ამ შეშლისთვის ეს ინწევს კი არ სიამოვნეს უცად გამოგხედავს და ბიჭო მე კი შემიშალა მამაოც ნახე როგორ მეუნო ფსიქოლოგიურად ჩიგნით ესეა კი არ გეტყვის რომ კი მამაო შემიშალა მართალი ვიზანდებით აი ხო დააკვირდით მამაო ახსარებაში გეუნება რომ შეეშალა ხა რაღაც ახსარებაში ეს იგი შეგეშალა ხო მაგრამ მაინც ბოროტი რა არის რომ იქაც აუ
ბიჭო აი მამაო რანაირად მე ხო შეიძლება რბილად მითხრას არა რაღაცა ხო ხდები არა მაინც იქაც იმას ეძებს ადამიანი მამაო საწყალია საბოლოოდ მამაო თუ შეიძლება აი ყველაზე მე მგონი ესეთი კითხვა არავის არ დამისვავს ჩემი სიცოცხლის 16 წელი ეს გადაცემა მიყავს რომ რა საწყლები ვართ როგორ უნდა მივხვდეთ თუ შეიძლება ადამიანი იმიტომ მაინც და მეც იმ 2 მეტრში ხო უნდა ჩავწეთ რომ გავიგოთ ხო რომ არაფერს არ წარმოადგენ და იქ სადღაც საავადმყოფოში ხო არ უნდა ვიწვეთ რომ მივხვდეთ რომ სიტყვაზე რაღაცა არაფერი არ ვართ ხო ხდის გარეშე როგორ მივხვდეს ადამიანი რომ არაფერი არ არის იმიტომ სულ ყოველს რაღაცნაირად გონია რომ რაღაც ვართ თუ დრო დამიწერეთ თუ შეგიძლიათ რა დიახ მამა აი როგორ უნდა მივხვდეს საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად ბევრნაირი მიმართულებით შეიძლება გაშალო ეს თემა აი რომელი განეკითხეთ აი ვინც ქრისტიანულად ცხოვრობს ხო ბევრისგან გაიგონებ რომ აი როცა სხვას ვაკრიტიკებ შეცდომაზე ამახვილებს ხვის ყურადღებას მე თვითონ იგივე ცოდვაში ვარდები არ შეუმჩნევია ეს ადამიანს შეუმჩნევია რა რამდენი შეცდომა დაგვიშვია თქვათ არასწორი გადაწყვეტილება მიგვიღია საწყალი არა ხარ აი კიდე შეიძლება ისეთი ცხოვრებისეული მომენტია სხვა მართულებით წავიდე აი დღე ხარ სვის ნაპირას ერაგანცდა ეს ოკეანე წვის საიდან ერთი ნამცეცი არაფერი არ ახა აი რომ გაგიტაცო სამტალღება რა დარჩება შენგან რუსებს აქვს ეგეთი გამონათქვამი რა საუკუნეო იცხოვრო საუკუნე ისწავლეო და მაინც დურაკად რჩებიო აი თითქოს ლები მოგემატა გამოსtildeება ხანდახან ისეთი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო რომ გიკვირს რა ესეთი ჩხლունგი როგორ ახარ რა ხო ამდენ წელი ცხოვრობდა შეცდომა წარმოიდგინე შენ ხანდახან აი ესეთ ცოდვის მიერ მოძრაობაში გამოიჭერ შენ თავს რომ აუ ეს ვინა წარმოიდგინე შენ არა აი განსასწრელი რომ მოდის ვახსენე რა ისეთ შეიძლება არა ღირსეულ ადამიანურ ხარეზე გახვიდე შენი არსების რომ აი ხოდა მე რა ხდები ავა თქვა მოხდი პალატაში რა ვერ მოძრაობ ერთი საწყალი ბიჭაჭული ლოგის არსება ხარ რა აი ის რომ არის თუ გახსოვს სიმღერა მაგრამ ადრე თუ გვიან მეფეს და ბაიც ერთ ყუთში ყრია და ჩვენი ის რა არის ყუთი ჩასასვენებელი ეგ მეფე ხარ თუ გლეხი ხარ 4 პიცარია რა წარმოიდგინე მორჩა ხო საწყალი არა ხარ უსუსური რა ის კი არა რამდენჯერ გამახულები ახლა ყურადღება აი ფეხი გეტკინა ვერ მოძრაობ ხო არაფერს თავი არ აქვს რა უძახი ელემენტარ რაღაცაზე ოჯახის წევრებს ხო საწყალი არა ხარ ხო აბა აი რამდენად ცხოვრებისეულ გამოვლენებაში ხედავ რა არაფერი არა ხარ ხო მაინც გამოკეთდები და მაინც რაღაცა ყოყოჩობ ეხა ყოყოჩობდა რაღაცა ყელყელაობდა ის მაგრამ საბოლოო ჯამში ფინალი რა არის ქრისტიანული შეგნების რომ ხვდები რა არაფერი არ ხარ აი ეს გამდაბლებს ეს ძალიან დიდი მადლობა ესეთი ლამაზი საუბრისათვის თან ხანდახან ხოლმე ესეთი ადამიანის საშველი გაჩნდები და აღმოჩნდები ესეთი ადამიანის სათხოვრად ხო ქვეშ რომ აი პალატაში რო ხარ და აი ანწყალი რაღაცა როგორც ყოფილია და აი ვიღაც ადამიანი შენ რო ცხოვრებაში გისა რა ქვია არც გეგონა რომ ეგეთი ადამიანი შენ დაგჭირდებოდა და უცბად აი ამიტომ უნდა მივაქციოთ ყველას ყურადღება რა იმიტომ რომ ვინ სად ბოლოს ვინ მოგვაყრის მიწას ვინ იქნება საჭირო იმისათვის რომ ჩვენზე ფსალმუნესო კითხულოს და იმის იმედად რო ხარო ცხონდები თუ არა
ესე სამწუხაროდ აი ესე არ უნდა უყუროთ ამიტომ ზემოდან არავის, იმიტომ რომ შემდგომ შეიძლება ჩვენ გარდავიცვალოთ და ვისაც ზემოდან უყურებთ, ესე კრუგები გვარტყან გარშემო და აუ და შევეცოდოთ თან და უსუსური და საწყლები ვიყოთ მათზე 10-ჯერ უფრო მათზე და აუცილებლად თუ ზემოდან დავუწყებთ ადამიანებს ყურებას, ესეც იქნება ჩვენი ბოლო და გეხვეწებით, აი აუცილებლად იცოდეთ ეს რომ ყველას უყურეთ ისე როგორც ღმერთს და ყველა არავინ არ განვიკითხოთ რაც თავი, იმიტომ რომ თუ ვინმე არის განსაკითხი ეს ვართ ჩვენ, პირადად ჩვენი ცოდვებით რომ ცოტა გამოსწორდეთ და გონს მოვეკოთ. ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერ კარგს გისურვებთ და სიკეთე ქონოდეთ სულმუდამ დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით და ხართ ჩვენი სტუმარი ამ ძიმე პერიოდში მით უმეტეს და მე გახდით გიორგი დარასელია მამა დავით ციცქიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონო და აუცილებლად იქიდება ეს გადაცემები კვირას აუცილებლად საღამოს განმეორდება ეს გადაცემები ორივე გუშინაც რაც იყო და დღესაც და აუცილებლად მოინდა მოვიკითხო კიდევ ერთხელ ის ადამიანები ვინც განსასწრებაში ნახართ ვინც პატიმრობაში ხართ ან ნებისმიერ განსასწრებაში ხართ თუნდაც საპყრობილეში, საავადმყოფოში და ასე შემდეგ. ბედნიერება და სიხარული და მე გისურვებთ და გამაგრება რაც თავია თქვენ ტკივილთან ერთად.